საღამშვიდობის 13 ივლისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტში ტავ-ჯორჯია 150 მილიონ ამერიკულ დოლარს ინვესტიციას განახორციელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შედეგად წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. ტავ-ჯორჯიას ინფორმაციით ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა ბოლო წლებში მგზავრთნაკადის ზრდამ განაპირობა. გასულ წელს აეროპორტი 5 მილიონ 400,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მიმდინარე სტატისტიკას რაც შეეხება, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტი ჯამურად თითქმის 788,000 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდა. მატებაა როგორც დედაქალაქის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარეს ექნება უფლება დანიშნოს ავიაკომპანიები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. დანიშნული გადამზიდავები თავის მხრივ უფლებამოსილი იქნებიან საქართველოს და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის რეისები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განახორციელონ. გალტენ ტაგარტის განახლებული შეფასებით 2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი რეკორდულ 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარს აღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 210 მილიონი დოლარით, ანუ 4,5%-ით მეტი იქნება. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი ქვაღორღისგან გაწმენდილია. დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი. პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი. ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით თელავის მხოლოდ 2 კავკასიონის და სეხნიაშვილის ქუჩებს მიეწოდება. 12 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, რის შემდეგაც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. საცხოვრებელი კორპუსები პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანდა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ყველა ჩართულ უწყებას, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. დელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ პრევენციისთვის მდინარე თელავის ხევზე უნდა იყოს დამონტაჟებული პროგნოზირებაზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინებების სისტემა. მისი თქმით, სტიქიის საფრთხე არის ყვარელთანაც. პრევენცია პირველ რიგში იქნება დეტალური შესწავლა, რამ გამოიწვია კავკასიონის ქუჩაზე არხიდან ნაკადის გამოსვლა, მაგრამ ასევე პრევენცია არის სწორი გეგმარება ქალაქის და პროგნოზირებაზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინების სისტემა. იმიტომ რომ გულის პროგნოზირებას იმის გამო, რომ მდინარე თელავის ხევი საკმაოდ პატარაა, სტიქიის ჩამოყალიბებიდან თელავამდე ძალიან მცირე მანძილი და ძალიან მცირე რეაგირების დროა, ამიტომ გარკვეულ პარამეტრებზე, იგივე წვიმის პარამეტრზე, იგივე წყლის მობილიზების პარამეტრებზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა არსებობდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ ეს სისტემა სრულგანგაშած გამოუშვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის იმუშავებს. აი მსგავსი შემთხვევები კლიმატის ცვლილების ფონზე უფრო და უფრო ხშირად მოხდება ხოლმე. ახსენეთ თქვენ 78 წელი, დღეს 26 წელია, მაგრამ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გახშირდება მოხდენადობა მსგავსი სტიქიების. შორს რომ არ წავიდე, თელავიდან შორს რომ არ წავიდე, თელავის ჩრდილოეთით ასეულს ქალაქი ყვარელი, რომელსაც ასევე უდგას ღვარცოფის საფრთხე. ყვარელთანაც არის ჯებირები, ანუ საკმაოდ მაღალი ჯებირები, თუმცა იქაც უცნაური შემთხვევაა, როდესაც ჯებირებში გაჭრილია გზები.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით თელავში მშენებლობის ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე არასწორად იყო გაცემული, რამაც პრობლემა გაამძაფრა. ირაკლი კოპახიძე ამბობს, რომ ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ თელავი მაქსიმალურად დაცული იყოს ასეთი ტიპის მოვლენებისგან. კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი არასწორად გაცემულ ნებართვაზე, პრემიერი ამბობს, რომ ამაში შესაბამისი ორგანოები გაერკვევიან. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანიშნეს რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. ვინ არის პასუხისმგებელი ამ გაცემულ არასწორ მაგას ნახავენ შესაბამისი ორგანოები, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ არის პასუხისმგებელი და ამ შემდეგ ეს ყველაფერი დადგენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის პარამეტრები გადაიხედა და მისი ტვირთგამტარობა გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აღნიშნავს, რომ თუკი აქამდე ანაკლიის განვითარების გეგმა 1,5 მილიონი ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთებს მოიცავდა, განახლებული გეგმით ის დაახლოებით 10 მილიონ ტონამდეა გაზრდილი. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების მოზიდვაზე, თუმცა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდანაც. მთავრობაში ფიქრობენ, რომ პროექტის მშენებლობის სრულად მთავრობაზე გადასვლით და ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელის შემოტანით რისკები დაბალანსდება და პორტის განვითარება მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ იქნება დამოკიდებული. ლენდლორდ მოდელი არის ის მოდელი, რომლითაც საქართველოს რჩება ანაკლიის ხმაწყოვანი ნავსადგურის, ასე ვთქვათ, მესაკუთრედ და ეს არის სრულიად ქართული აქტივი, სადაც უკვე სახელმწიფო ახორციელებს შესაბამის ინვესტიციებს იმისათვის, რომ მზად დახვდეს ინვესტორს, ტერმინალის ოპერატორებს და შესაბამისად ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავახორციელებთ შესაბამისი ინვესტიციებს, რაც ასევე მოიცავს საგზაო და სარკინიგზო მიმართულებებს. გაზრდილი არის ზოგადად ინტერესი ანაკლიის ხმაწყოვანი ნავსადგურის მიმართ, გაზრდილია ინტერესი როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და დასავლეთიდან. შესაბამისად, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკები იყოს დაბალანსებული, შესაბამისად არ იყოს, ასე ვთქვათ, დამოკიდებული ერთ აქტორზე აღნიშნული ნავსადგურის განვითარება და მოგცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენციაც აღნიშნულ ნავსადგურში შესაბამისი იყოს. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 1,100 მილიონი ამერიკული დოლარია, შესაბამისად აღნიშნული ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ნაწილდება როგორც კერძო სექტორზე, ასევე სახელმწიფოზე. სახელმწიფო მუშაობს შესაბამისი რესურსების მოძიებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ ანაკლიის ხმაწყოვანი ნავსადგური 2029-ში შევიდეს ოპერირებაში. ეკონომიკის დოქტორის და ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის თქმით, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტისთვის შეარჩია, მსოფლიოში მცირე და საშუალო ნავსადგურებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. თუმცა სალომე დანელიას შეფასებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოდელი თავისთავად წარმატების გარანტი შეიძლება იყოს. დანელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორად იყოს გაწერილი პორტის მარეგულირებელი ჩარჩო და კერძო კომპანიების მიმართ საინვესტიციო ვალდებულებები. ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერი აღნიშნავს, რომ პოტენციური ინვესტორებისათვის გარდა პორტის მთლიანი გამტარუნარიანობისა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობის კონტეინერების დამუშავება შეუძლია თავად პორტს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით აუცილებელია მომდევნო წლებში პორტის გამტარუნარიანობა 600,000 TEU-ს მოცულობაზე მეტი იყოს. ამ მოდელის წარმატება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ კონტროლს, ინფრასტრუქტურას და ხოლო ამ დროს კერძო სექტორს შემოაქვს კაპიტალი, უზრუნველყოფს საოპერაციო სისტემას, ტექნოლოგიებს, თავიანთ, ასე ვთქვათ, ოპერაციულ გამოცდილებას და საერთაშორისო კავშირებს. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლენდლორდის მოდელი თავისთავად არის, ასე ვთქვათ, წარმატების გარანტი. ცხადია არა, აქ მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, სწორად იყოს გაწერილი კონტრაქტები, რეგულირების მექანიზმი, სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი, ასევე ამაშივე გულისხმობ საინვესტიციო ვალდებულებებს, მომსახურების ხარისხს, რასაც მოითხოვს გლობალური ბაზარი.
საკუთარი და ამავდროულად აი ამ ლენდლორდის მოდელის ასე ვთქვათ მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ვთქვათ პორტის აშენება, არამედ მისი კონკურენტუნარიანობის შექმნა, კონკურენტუნარიანად ოპერირება ვთქვათ გლობალურ ბაზარზე. ეკონომიკის დოქტორის და ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის შეფასებით, ანაკლიის პორტისთვის როგორც ჩინეთიდან, ასევე შუა და ცენტრალური აზიიდან პოტენციური ტვირთების მოცულობა საკმაოდ მაღალია. სალომე დანელი ამბობს, რომ მათთვის ტვირთების გადასაზიდად ალტერნატიული გზებიც არის და მათ შორის ჩრდილოეთ ანუ რუსეთის სატრანსპორტო დერეფანიც. აქედან გამომდინარე, ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამბობს, რომ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა მათ შორის საქართველო აქტიურად უნდა იმუშაონ ისეთი გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც არის დერეფნის სიძვირე და ბიუროკრატიული პროცედურების სიმრავლე. თავარი არის ჩვენ ასე ვთქვათ ინტერესი გაუზარდოთ ჩინურ კომპანიებს, ასევე ყაზახურ, უზბეკურ კომპანიებს, რომ ვთქვათ შუა ასე ვთქვათ ჩვენი პორტის მეშვეობით შემდგომ გაიტანონ ევროპაში პროდუქტი. ცხადია, ტვირთები არის, ტვირთბურნა არის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთისათვის არის სხვა ალტერნატიული გზებიც. გულისხმობ თქვა ჩრდილოეთის დერეფანსაც მათ შორის სხვა ალტერნატიული გზებიც და ეს ალტერნატიული გზის გათვალისწინება არაფრით არ შეაფერხებს თქვა არც ჩინეთს და არც ცენტრალურ აზიას, უბრალოდ ჩვენ უფრო მეტი ასე თქვა სისწრაფე, მეტი ეფექტიანობა უნდა შევთავაზოთ, რომ ინტერესი ჩვენსკენ გაიზარდოს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება. კომპანია Dow Georgia პროექტში დამატებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. პარალელურად სახელმწიფო 2022 წლიდან ახალი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას აანონსებს, რა დროისთვისაც თბილისის არსებულმა აეროპორტმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი გეგმა გრაფიკის მიხედვით ვითარდება. მთავრობა აანონსებს, რომ ამ მუშაობისთანავე 20 მილიონიანი გზავრთა ნაკადის გამკლავება შეძლებს. როგორ ვითარდება ახალი პროექტი და რა ტენდენციები არის მოსავალთნელი ქართულ ავიაციაში? ეკა გაზდალიანის სიუჟეტი ვნახოთ. დამატებით 150 მილიონი დოლარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში. Dow Georgia მომავალი 2 წლის განმავლობაში გამტარუნარიანობის გაზრდას 10 მილიონ გზავრამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში გაორმაგდება მგზავრთა ჩასასხდომი ხიდების რაოდენობა. მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი. ტერმინალს დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი. გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი, ასევე დამატებითი საფარგო ლენტები. ეს მშენებლობა, რაც ახლა იწყება, მოგცემს შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა არის არა მხოლოდ აეროპორტის და იმ ავიაკომპანიების, რომლებიც ოპერირებენ ჩვენს აეროპორტში, არამედ ეს არის შესაძლებლობა თბილისისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ის კომფორტული ტერმინალი, რაც აშენდება და აი კომფორტული წინასწარ დავაანონსე, რომ კომფორტული იქნება, ის სერვისები, რაც დაგვემატება, ბევრად უფრო მოქნილს გახდის და მართლაც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 6 მილიონი მგზავრია. როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროისთვის აეროპორტი თითქმის გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს და მზარდი ტვირთბრუნვისა და მგზავრთა ნაკადის ფონზე მისი გაფართოება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს უკვე არსებული აეროპორტი ფაქტია, რომ თავისი ლიმიტის ფარგლებში მუშაობს და ეს ინვესტიცია ხელშეუწყობს კომფორტის მგზავრთა კომფორტულად მომსახურებას და იმ ნაკადის მომატებული ნაკადის დაკმაყოფილებას, რომელიც შეიმჩნევა ზოგადად ქართულ ბაზარზე, არა მხოლოდ თბილისში, იგივე ქუთაისის აეროპორტშიც იცით თქვენ, რომ ძალიან მზარდი არის დინამიკა და პრინციპში სწორად პასუხობს არსებულ რეალობას. მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელსაც განახორციელებს TAV აეროპორტი იმისათვის, რომ შევძლოთ ეფექტიანად მოვემსახუროთ მომხმარებლებს და ასევე მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს და თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე. ამ მიმართულებით შესაბამისი კვედიტი ნაბიჯები იდგმება, გეგმა გრაფიკის მიხედვით მივდივართ და როგორც აქამდე განვაცხადებთ 2032 წლის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის შევა ოპერირებაში.
პარალელურად ტავ-ჯორჯია განიხილავს, რომ მომავალში ვაზიანის აეროპორტის მართვაშიც შევიდეს. კომპანიას კონცესიის ვადა სახელმწიფომ 2022 წლამდე გაუხანგრძლივა. მანამდე კი ტავ-ჯორჯია მზადყოფნას გამოთქვამს, ვიდრე ახალი აეროპორტი აშენდება და ფუნქციონირებაში შევა, თავად მოემსახუროს თბილისის მგზავრთნაკადს, მათ შორის 2032 წლის შემდგომ პერიოდშიც. ინვესტიცია, როცა ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით და ვაცნობიერებთ იმას, რომ 2032 წლამდე ვართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა მზად ვართ, რომ 2032 წლის შემდგომაც გავაგრძელოთ, ანუ ტერმინალი იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ 2032-33 წლისთვის იქნება საჭიროება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს, ჩვენ მზადყოფნაში ვიქნებით, როცა მოვა ამის დრო და როცა კომპანიებს ექნებათ საშუალება, რომ გამოხატონ ინტერესი ვაზიანის აეროპორტის თვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ უკვე 21 წელია ბაზარზე ვართ, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურები ვართ ამ საქმეში. აეროპორტების გაერთიანება განმარტავს, რომ ვაზიანის აეროპორტის პროექტი ამჟამად მიზანშეწონილობის კვლევის ეტაპზეა. თავდაპირველად მისი ამუშავების თარიღად 2029 წელი იყო დასახელებული, თუმცა ამ ვადამ ჯერჯერობით 2032 წლამდე გადაიწია. სამაგიეროდ აეროპორტების გაერთიანება განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე ვაზიანი 20 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს. ვაზიანის აეროპორტის განვითარებას დაწყებული არის აქტიური სამუშაოები, მიმდინარეობს ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის საფუძველზეც განვახორციელებს ჩვენ აეროპორტის მშენებლობას. როგორც აღნიშნე, გვინდა რომ პირველივე ფაზაში, როდესაც აეროპორტი 2032 წლიდან განახორციელებს ფუნქციონირებას, 20 მილიონი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა შეუფერხებლად მივიღოთ ბევრი მგზავრი, უფრო დიდი საჰაერო ხომალდები, უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს ჩვენი დაქალაქი დაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება. საქართველოს სულ უფრო მეტად იკავებს საკუთარ ადგილს გლობალურ სატრანსპორტო და ტურისტულ რუკაზე, ხოლო ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ მზარდ მოთხოვნას შესაბამისი ტემპით უნდა პასუხობდეს. სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. ზოგადად ავიაციაში ნარჩუნდება მზარდი ტენდენცია. ეს ძალიან კარგი ნიუსი არის და შესაბამისად, როდესაც დინამიკა არის მზარდი და ეს გრძელდება 10 წლეულებია უკვე ხედავთ როგორ ვითარდება. ცხადია, გათვლას აკეთებ უკვე შემდეგი 10 და შემდეგი 20 წლის განმავლობაში რა იქნება და ინფრასტრუქტურა როგორ მოარგო მზარდ ნაკადს. ჯერ უნდა დაველოდოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და ნებისმიერ კომპანიას ექნება შანსი მიიღოს მონაწილეობა და ტრანსპარენტულ, კონკურენტუნარიან გარემოში სადოს თავისი შესაძლებლობები. 2026 წლის ივლისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტები ჯამურად თითქმის 788,000 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქვეყნის სატრანსპორტო და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება სახეზეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რაც აჩვენებს ვაზიანის აეროპორტის მიზანშეწონილობის კვლევა და კიდევ რა ვადამდე გადაიწევა მისი ფუნქციონირებაში შესვლის თარიღი. საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს სამქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი და არგენტინის ტრანსპორტის მდივანი აწერენ. სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარეს ექნება უფლება დანიშნოს ავიაკომპანიები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესასრულებლად. დანიშნული გადაზიდვები უფლებამოსილი იქნება საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის რეისი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განახორციელოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიებს შორის ზიარი კოდის შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობას, როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე ქვეყნის ავიაგადამზიდავებთან. სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე ფრენების სპეციფიკის გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი მხარეების ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას პირდაპირ რეისების გარეშეც პარტნიორი ტრანზიტული გადამზიდავების მეშვეობით მგზავრებს ორ ქვეყანას შორის მოქნილი მარშრუტები და ერთიანი ავიაბილეთები შესთავაზონ. სოხუმის აეროპორტმა მგზავრების მომსახურება ახალი VIP ტერმინალით დაიწყო, რომელიც მის ისტორიულ შენობაში გაიხსნა. ინფორმაციას რუსულის სააგენტო TASS ავრცელებს, VIP ტერმინალის გახსნა აეროპორტის მომსახურების განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მგზავრების მომსახურებას სრულად ახალ დონეზე აიყვანს ის აეროპორტის ისტორიული ტერმინალის შენობაშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აღნიშნული არის ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მხრიდან. აეროპორტის პრესსამსახური მიუთითებს, რომ ახალი
ტერმინალი საქმიანი მოგზაურებისათვის, ბიზნეს საზოგადოების წევრებისათვის და ყველა იმ მგზავრისთვის არის შექმნილი, ვინც მისით ისარგებლებს. 2025 წლის 1 მაისიდან, როცა სოხუმის აეროპორტი რუსეთის მხარდაჭერით გაიხსნა, მგზავრთა თანკადმა 2025 წლის ბოლოსთვის თითქმის 120,000 ადამიანი შეადგინა. აპრილში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ 2030 წლისათვის მოსკოვის სოხუმის პირდაპირ ავიარეისზე ნაკადი წელიწადში 1 მილიონზე მეტ მგზავრს მიაღწევს. ივნისში საქართველოს ტურიზმიდან 485 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. წინასწარ შეფასებას გალტენ ტაგარტი აქვეყნებს. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით შემოსავლები წლეურად 6.3% არის გაზრდილი. ჯამურად 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები $2 მილიარდ გაუტოლდა, რაც 0.2%-იანი კლებაა წლეურ ჭრილში. ჩვენი პროგნოზით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მილიარდ მიაღწევს 2026 წელს, ხოლო $5.3 მილიარდ 2027 წელს წერს საინვესტიციო ბანკი მიმოხილვაში. ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა $3 მილიარდ 900 მილიონ დოლარს მიაღწია. იმპორტის მოცულობა ივნისში $1 მილიარდ 600 მილიონი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით 2015-2022 წლებში აღებული 786 მილიონი ევროს 12 სესხიდან 189 მილიონი ევროა ათვისებული, ანუ ჯამური თანხის 24%. გენერალური აუდიტორის ინფორმაციით სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4.700.000 ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი, ანუ ეგრეთ წოდებული საკომისიო. უცხოელების დასაქმების წესები დაზუსტდა. ახალი დადგენილებით კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50,000 ლარიანი ბრუნვა თითოეულ იმ უცხოელ თანამშრომელზე, რომელთა დასაქმებასაც გეგმავს. ცვლილებები შეეხო თვით დასაქმებულ უცხოელებსაც. თუ მათი საქმიანობა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან მეწარმე ფიზიკურ პირთან არის დაკავშირებული, მათთვისაც ბრუნვის მოთხოვნა მოქმედებს. მთავრობამ კომპანია Eagle Hills საქართველოს გონიოში მიწები უზურპრუქტით გადასცა. უძრავი ქონების რეესტრზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიწების უზურპრუქტით მიღების შემდეგ Eagle Hills საქართველოს ადგილზე განაშენიანების პროექტის მომზადების დაწყება შეეძლება. თბილისი რუსთავის, თბილისი აეროპორტი, თბილისი ლილოს და თბილისი მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი, რომელიც 13-ში უნდა დასრულებულიყო 20 ივლისამდე გახანგრძლივდა. 13 მაისს აზიის განვითარების ბანკის სისტემაში გამოქვეყნდა მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი. პროექტი ADB-ის კრედიტით უნდა დაფინანსდეს. საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა 2026 წლის ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი $8 მილიარდ 999 მილიონ უტოლდება. ეს 155 მილიონი დოლარით ნაკლები არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კლება თვიურ ჭრილშიც. მაისთან შედარებით ივნისში ვალი 122 მილიონი დოლარით შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ამ წლის ივნისის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი $8 მილიარდ 727 მილიონი იყო. აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალ $6 მილიარდ 714 მილიონი მოცულობას გასცდა. ორმხრივი კრედიტების კი $1 მილიარდ 507 მილიონ. მზადია საშინაო ვალი. ბოლო ერთ თვეში საშინაო ვალი კიდევ 204 მილიონით გაიზარდა და $12 მილიარდ 800 მილიონ გასცდა. ჯამში ქვეყანას კრედიტორების 36 მილიარდ 600 მილიონი მართებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით 2015-2022 წლებში აღებულია 786 მილიონი ევროს 12 სესხიდან ათვისებული 189 მილიონი евро, ანუ ჯამური თანხის 24%. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საინვესტიციო პროექტების მართვის ქვეთავში წერია, რომ გენერალური აუდიტორის ცნობითვე ამ სესხებზე 2025 წელს 4.700.000 ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადია ათვისებული, ანუ ეგრეთ წოდებული საკომისიო. 9 წელში კი აუთვისებელ კრედიტებზე მთავრობას მინიმუმ 41 მილიონის ჯარიმების გადახდა მოუხდა. აუდიტი მიუთითებს, რომ 114 მსგავსი ტიპის პროექტის დაბალი ათვისების ტენდენცია საბოლოო ჯამში შესაბამისი სესხების ფარგლებში გამოყოფილი რესურსის დაბალ ათვისებაში აისახება, რაც იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯის ზრდას.
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტის ზრდა კი 7% იყო. საქსატის წინასწარი მონაცემებით გასულ თვეში ქვეყანა $1.6 მილიონი პროდუქცია შემოიტანა იმპორტით. თანხმობრივად ექსპორტი 131 მილიონით, იმპორტი კი 112 მილიონით იყო გაზრდილი. რაც შეეხება წელს პირველ 6 თვეს საქართველოს ექსპორტმა $3.9 მილიონ მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი. იმპორტის მოცულობამ ჯამურად $9 მილიარდ გადააჭერბა, ამ შემთხვევაში წლიურ ჭრილში მხოლოდ 0.7%-იანი ზრდა. როგორ იყო ვაჭრობის დეტალური მონაცემები, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად 20 ივლისს გამოქვეყნდება. ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს, აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სწორედ ამის გამოხატულება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველოს კარგი პოზიციები აქვს. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა სხვადასხვა სექტორზე, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანამ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება მოახერხა და არ შენელებულა ეკონომიკური ზრდის ტემპი. თავისთავად ის რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ესეც ძალიან საინტერესოა, იცით რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც განვითარდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენს გარშემო უკრაინაში დაიწყო ომი და ამის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ძალიან მძიმე კრიზისი და ამის მიუხედავადაც შეინარჩუნა ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობა. საქართველოს მთავრობამ კომპანია Eagle Hills საქართველოს გონიოში მიწები უზურპრუქტით გადასცა. უძრავი ქონების რეესტრზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობის თითქმის 2.600.000 კვადრატული მეტრია, კომპანიას 2 წლიანი უზურპრუქტის უფლებით გადაეცა. შესაბამისად, მიწების უზურპრუქტით მიღების შემდეგ Eagle Hills საქართველოს ადგილზე განაშენიანების პროექტის მომზადების დაწყება შეეძლება. Eagle Hills-ი ამ ქონების გასხვისების ან მისი საბანკო კრედიტებისათვის დაგირავების უფლებით არ იქნება აღჭურვილი. ტერიტორია მოიცავს გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონს, ზღვის სანაპიროს და მდინარე ჭოროხის ნაპირს. Eagle Hills-ი 6.6 მილიონიანი პროექტია, ასე ნაწილდება გონიო, ყოფილი სამხედრო გონიოს ტერიტორია, 260 ჰექტარი და მოიცავს ის იახტ-კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, საცხოვრებლების და კვების ობიექტების განვითარებას. თბილისის შემთხვევაში 590 ჰექტარი არის თბილისი ვონდერფრონტის ტერიტორია და კომპანიის ინფორმაციით აქ დაგეგმილი არის პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებელი, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეების მოწყობა. სოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა Starbucks-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ოფიციალურად დაიწყო. ბრენდი ქვეყანაში ალშაია გრუპმა შემოიყვანა, რომელიც Starbucks-ის ფრანჩაიზის მფლობელი არის ევრაზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა. ბრენდის პირველი ობიექტი ემსახურება მომხმარებლებს, ბრენდის მიმართ მაღალი ინტერესის და განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით ალშაია ჯგუფი საქართველოში Starbucks-ის ქსელის სწრაფ განვითარებას გეგმავს. ესეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლა საქართველოში პირველ რიგში რა თქმა უნდა ხაზს უსმევს ქვეყნის მომხიბლავებას, უცხოელი ბიზნესმენებისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, მეორე რიგში ეს არის ძალიან სასიამოვნო და გემრიელი პროდუქტი, რომელიც უკვე ქართველებს შეუძლია დააგემონონ და არა მარტო ქართველებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ადვილი პროცესი. ჩვენ ამ ბრენდთან და ბრენდის ფლობელ კომპანიასთან და ალშაია ჯგუფთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდით. ეს ჯგუფი ფლობს კიდევ ბევრ სხვა ბრენდს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ბრენდებითაც შემოვლენ ჩვენ ქვეყანაში და ეს იქნება ოურხრივად მომგებიანი როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის.
დღეს ჩვენ ხსნით ჩვენს პირველ ფილიალს საქართველოში, აქ თბილისში და ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ აქ ყოფნით. ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით ამ ბაზარზე შემოსვლას. ვხედავდით უამრავ შესაძლებლობას და ვიგრძენით, რომ ამ ბაზარზე შემოსვლისთვის ახლა სწორი დრო იყო. აქ არის ყავის მომხმარებელი, არის ბრენდის მიმართ სიყვარული და ის სიყვარული, რომელიც Starbucks აქვს საქართველოსა და ადამიანების მიმართ. რაც შეეხება გეგმებს, მომდევნო 12-დან 18 თვის განმავლობაში თბილისში კიდევ რამდენიმე მაღაზიას გავხსნით და იმედია ამის შემდეგ ბევრ სხვა ქალაქშიც შევალ. ჩვენ Starbucks-ით არ შემოვიფარგლებით, კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 21 მილიარდი ზღირებულების. შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოში არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს, ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე, რა თქმა უნდა Starbucks-ი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა კონდეს და მოხარულები ვართ, რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა. Starbucks-ი ეს არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც დაახლოებით 40,000 ობიექტით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 90 ქვეყანაზე მეტ ლოკაციებზე და მისი შემოსვლა საქართველოში, რა თქმა უნდა, არის თავის მხრივ კიდევ ერთი სიგნალი საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, საერთაშორისო გლობალური ბრენდებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის კეთების გარემო და ქართული ეკონომიკის განვითარება არის საინტერესო კომერციულად. მორიგით ცვლილებებია უცხოელების დასაქმების რეგულირების წესში. მცირე ბრუნვის მქონე კომპანიებს უცხოელების დასაქმება ეზღუდებათ, წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა კი სავალდებულო ხდება. საქმიანობის უფლების მოპოვების ეტაპზეც. ფართოვდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომელზეც შრომითი საქმიანობის უფლების მიღების ვალდებულება არ გავრცელდება. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე უცხოელი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა, რომელიც 1 მარტიდან და დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა. რა წესებით ხელმძღვანელობა უწევს ბიზნესს და რა საკითხებს წყვეტს მთავრობის ახალი დადგენილება. ელინე გოგბერაშვილის სიუჟეტიდან ჩაგაყენებთ საქმის კურსში. საქართველოს მთავრობამ უცხოელების დასაქმების რეგულირების წესში მორიგი ცვლილებები შეიტანა. იმისთვის, რომ კომპანიამ შრომითი საქმიანობის უფლება მიიღოს, თითოეულ უცხოელ დასაქმებულზე მინიმუმ 50,000 ლარიანი ბრუნვა უნდა გააჩნდეს. სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში ეს ზღვარი 35,000 ლარია. თუ ადრე ეს მოთხოვნა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის ეტაპზე იყო, ახლა ბრუნვის დადასტურება საქმიანობის ნებართვის მიღების დროსაც ხდება სავალდებულო. გარდა ამისა, გარკვეული შეღავათებია გათვალისწინებული იმ კომპანიებზე, რომლებიც თვეზე ნაკლები ხნისა და არაუმეტეს 3 უცხოელი ყავთ დასაქმებული. მათ პირველი 6 თვის განმავლობაში ბრუნვის დადასტურება არ მოეთხოვებათ. დადგენილებამ გააუქმა ვაკანსიის სავალდებულო გამოქვეყნების მოთხოვნაც ადგილობრივი კადრების მოსაძიებლად. სანაცვლოდ თუ დამსაქმებელს სურს 5-ზე მეტი უცხოელის ან პერსონალის 5%-ზე მეტის დასაქმება, მან სამინისტროსგან შესაბამისი კვოტა ბრუნვის დადასტურების საფუძველზე უნდა მოიპოვოს. გაუქმდა ასე ვთქვათ დასაქმების ხელშეწყობის პორტალზე განცხადების გამოქვეყნება და აღნიშნული თანაცვლა დამსაქმებლის მიერ კვოტების მოპოვება და უკვე ამ კვოტების ფარგლებში იგი სრულად თავისუფალი არის წარადგინოს განცხადება დასაქმებულის ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებასთან დაკავშირებით და უბრალოდ შემოვიდა როგორც ბინადრობის დროს იყო საქმიანობის უფლების ეტაპზე ბრუნვის ელემენტი, თუმცა გამონაკლისი გაკეთდა ახალ დაარსებულ კომპანიებთან მიმართებით, თუ 3 თვეზე მეტი არ გასულა მათი დაარსებიდან და თუ მათ არ ყავს 3-ზე მეტი უცხოელი დასაქმებული, როგორც საქმიანობის უფლების მოპოვების ეტაპზე, ასევე ბინადრობის მოპოვების ეტაპზე არ არიან ვალდებული მათ გააჩნდნენ მაგალითად 3 უცხოელის დასაქმების შემთხვევაში არ არის სავალდებულო რომ კონდეთ 150,000 ლარიანი ბრუნვა. უცხოელების დასაქმების რეგულირების წესში ცვლილებებმა მოაგვარა სამედიცინო სექტორში შექმნილი პრობლემაც, რომელიც ქვეყანაში მოკლევადიანი საქმიანობისთვის ნებართვის გაცემას უკავშირდებოდა. იურისტების განმარტებით, თუ უცხოელი ქვეყანაში საქმიანობისთვის შემოდის წელიწადში არაუმეტეს 4 თვით, მას აღარ დასჭირდება შრომითი საქმიანობის უფლება, თუმცა დამსაქმებელი ვალდებულია ის შრომითი მიგრაციის პორტალზე დაარეგისტრიროს. პრობლემას წარმოადგენდა უფრო მეტად მაგალითად სამედიცინო სექტორში მოწვეული ექიმების ჩამოყვანა მოკლე დროის ვადით, ვინაიდან ფიზიკურად მათზე ვერ ხდებოდა საქმიანობის უფლების მოპოვება, ვინაიდან საქმიანობის უფლება არ გაიცემოდა 6 თვეზე ნაკლები ვადი. დაემატა საქმიანობის ნებართვის გაცემის შესახებ დადგენილებას
ახალი ტერმინი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც ამბობს, რომ თუ პირი საქართველოში შემოდის საქმიანობის განსახორციელებად წლის განმავლობაში არაუმეტეს 4 თვე, ამ შემთხვევაში მსგავსი პირი დაკვალიფიცირდება როგორც ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და მას არ დაჭირდება საქმიანობის უფლება. და შესაბამისად მას არ დაჭირდება შემდეგ სავალდებულოდ ბინადრობის ნებართვის მოპოვება და არც ამ ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება. მიმდინარე წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. იმისთვის რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, მან შრომითი საქმიანობის უფლება უნდა მოიპოვოს, რაც გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს. იურისტ ნინო ლიპარტიას თქმით, კანონის მოთხოვნების აღსრულება განსაკუთრებით გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარდა იმისა, რომ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება ფინანსურ რესურსს მოითხოვს, პრობლემაა სხვა ბიუროკრატიული პროცედურების დაცვაც. მცირე და საშუალო ბიზნესს აუცილებლად დასჭირდა ამ ცვლილებებისათვის მთელი რიგი ნებართვის განხორციელება და მთელი რიგი სამართლებრივი მოქმედების განხორციელება, რომელიც დამატებით ფინანსურ რესურსთან, მათ შორის სამართლებრივ მომსახურებასთან არის დაკავშირებული და დამატებით ახლა თანხის მობილიზების ბრუნვის წარდგენა, რომელიც თითოეულ დასაქმებლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სრული ოდენობით არის განსაზღვრული, ეს დამატებით ითვერთია, რა თქმა უნდა, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის. ათეულობით კომპანია, რომელიც დღეს საქმიანობს, მათ შორის ჰორეკა ბიზნესში და ეს სარესტორნო ბიზნესის ნაწილში და რომლებსაც მხოლოდ რამოდენიმე თანამშრომელი ყავს და როგორც წესი ეს არის საოჯახო ბიზნესი და აქედან რამოდენიმე ოჯახის წევრი დასაქმებულია და თითქმის არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე ან ამ კომპანიაში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ ნამდვილად დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ გაუჭირდათ ამ პროცესების მართვა. ბიუროკრატიული ბარიერების ზრდამ და დასაქმების წესების გამკაცრებამ ყველაზე მეტად სტუმარ მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორები დააზარალა. სპეციალისტების განმარტებით ახალი კანონმდებლობის პირობებში უცხოელის დასაქმება ბიზნესისთვის გართულდა და დამატებითი ფინანსური ხარჯები მოითხოვა. სტუმარ მასპინძლობის სფერო და სამშენებლო სფერო ეს ორი საკმაოდ განვითარებული მიმართულებები, ბიზნეს მიმართულებებია ქვეყანაში და ორივე მიმართულებით ამ კანონმა ძალიან დიდი დეფიციტი შექმნა, იმიტომ რომ ძირითადად საწყის პოზიციებზე მაინც დასაქმებულები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ ბუნებრივი ანაზღაურების ნაწილში საკმაოდ ბიზნესისთვის მისაღები პირობები ჰქონდათ და ამდენად პრობლემა არის, რა თქმა უნდა. დღეს აქ პრობლემა ის კი არ იყო, რომ რომელიმე უცხოელი ქართველის ადგილს იკავებდა და პრობლემა ის იყო, რომ უბრალოდ ამ პოზიციებზე რესურსის დეფიციტი იყო და ეს დეფიციტი ივსებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. დღეს ეს დეფიციტი დარჩაღია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგიერთ პროფესიაში უცხოელების დასაქმებაზე ნულოვანი კვოტაა დაწესებული. მაგალითად, კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდებად მუშაობა მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელებისთვის აკრძალულია. მთავრობა აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქის დასაქმებაა, თუმცა კერძო სექტორი პასუხობს, რომ უმეტეს შემთხვევაში იმ ვაკანტურ პოზიციებს, სადაც უცხოელები საქმდებოდნენ, ადგილობრივი სამუშაო ძალა ვერ ავსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგულაციის ამოქმედებამდე საქართველოს კერძო სექტორი 62,000 უცხოელს ასაქმებდა. მსოფლიო საბანკო სისტემის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ოპერატორის SWIFT-ის ინფორმაციით, მისი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული რეესტრი პირველადი გამოყენებისათვის მზად არის. ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს ტოკენიზებული დეპოზიტების გამოყენებით 24/7-ზე საერთაშორისო გადახდების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეერთებული შტატებისა და ირანის განახლებული სამხედრო დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება საგრძნობლად შემცირდა. კვირას სრუტე მხოლოდ 6-მა გემმა გადაკვეთა. ეს კი ბოლო 5 კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ნავთობის სტრატეგიული მარაგების 36 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს, რაც აპარტეიდის ეპოქის დასრულებიდან 56 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი მასშტაბის ინიციატივაა. ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ საჯარო განხილვისთვის წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ახალი ინიციატივა 60 დღის ეროვნული მოთხოვნის შესაბამისით გადაუდებელი რეზერვების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
თბილისი რუსთავის მიწისძე და მეტროს პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა. პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა 20 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. საერთაშორისო ტენდერი 13 მაისს აზიის განვითარების ბანკის სისტემაში გამოქვეყნდა. პროექტი სწორედ EIB-ის კრედიტით ფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციით საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება $313,000, აქედან $323,000 კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული. დამატებით $60,000 რეზერვის სახით არის გამოყოფილი. მეექვსედ გადავარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 18 მეტრიანი ავტობუსებისათვის ახალი ავტობაზის მშენებლობის დასრულება. პროექტის მშენებლობა ამ წლის 20 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ავტობაზის მშენებლობაზე, რომელიც 201.18 მეტრიან ავტობუსს უნდა მოემსახუროს, $60.9 მილიონი ღირებულების ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს კომპანია Construction Service-თან გაფორმდა და ის 18 თვის ვადაში, ჯერ კიდევ 2025 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო. რიყის დოქები დაინგრევა. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა იტალიელი არქიტექტორის მაქსიმილიანო ფუქსას პროექტით აშენებული შენობის დემონტაჟზე ნებართვა გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული შენობის დემონტაჟი დაიწყება. ობიექტი ამჟამად შეპასე რიყე დომის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვესებას ითვალისწინებდა. ახალი შეთანხმება და ადგილზე მინიმუმ $44 მილიონი ინვესტიციით უნდა განხორციელდეს ახალი პროექტი. მარჯანის ქუჩის ნომერ 2-ში ძლიერი წვიმის შედეგად სამშენებლო მოედანზე ქვაბულის ფერდის ჩამოშლის შემდეგ თბილისში მიმდინარე და დასრულებულ საცხოვრებელ ობიექტებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ არის ყურადღების ცენტრში. ვის ეკისრება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება და როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა მობინადრეებს, სამშენებლო კომპანიას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. დეტალებს გიყვებით სიუჟეტში, რომელსაც გიტოვებთ გამოშვების მიწურულს, წინ საქმიანი საღამო გეოვდებათ, რომელსაც გიორგი თოლორტავა გაუძღობა. ამ კადრების გავრცელების შემდეგ თბილისის მერია მარჯანის ქუჩის 2-ში მშენებარე პროექტის შემსრულებელი კომპანია Nextdoor 30,000 ლარით დააჯარიმა. ადგილზე სამშენებლო პროცესი შეჩერდა და კომპანიას გამაგრების სამუშაოების ჩატარება დაევალა. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, რაც შეეხება სამშენებლო ნორმების დარღვევას, რა თქმა უნდა, არ ვითანხმები, იმიტომ რომ არაფერი არ დამირღვევია. გამაგრების პროექტი, რაც იყო, ეს არც თვითნებურად გამიკეთებია, რაც იყო შეთანხმებული ექსპერტიზებით, ზედამხედველობასთან დაგვევალა ესეთი გამაგრება, კონსტრუქციული გათვლები ქონდა. Nextdoor-ში აცხადებენ, რომ ფერდს გაამაგრებენ, თუმცა მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე ვალდებულება არ გააჩნიათ. ცენტრპოინტის მიერ დაუსრულებელ ამ პრობლემურ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა Nextdoor-მა 2024 წელს მიიღო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა დაევალათ, კომპანიამ სამშენებლო ნებართვა დააკორექტირა. სამუშაოების ნელ ტემპში მიმდინარეობის მიზეზი კი მათი განმარტებით ბიუროკრატია, შეზღუდული სამუშაო საათები და ობიექტის პრობლემურობა. ფერდის გამაგრებას გავაკეთებთ, ეს ჩვენი ქვაბულის ნაწილია, თუმცა პასუხისმგებლობას ისედაც მეზობლების კორპუსის წინაშე მე პასუხისმგებლობას რას უნდა ვგრძნობდე იქიდან გამომდინარე. ანუ ჩემი სამუშაოები აზიანებს, არა ეს იყო დაზარალებული ობიექტი თავის დროზევე, ჯერ იყო ეს აშენებული, ექსაძირკველი იყო გამომპალი, -2 სართული თავიდანვე იყო წყალით სავსე, უბრალოდ ზემოდან ედგა შენობა, მოიხსნა შენობა, გამოჩნდა. მარჯანის 2-ში მდებარე ამ ობიექტის გარდა თბილისში 2017 წლამდე დაწყებული და ვერ დასრულებული 178 ობიექტია აღრიცხული. 2025 წლის ნოემბერში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად დასრულების პროექტი კიდევ 2 წლით 2028 წლამდე გახანგრძლივდა. იურისტები განმარტავენ, რომ მიტოვებულ თუ დაუსრულებელ პრობლემურ მშენებლობაში პირველი რიგის პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიაზეა, თუმცა უსაფრთხოება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. არის ერთი თვითონ შენობა ნაგებობასთან მიმართებაში არსებული პასუხისმგებლობა, რომ შენობა რო დაუსრულებელი და მიტოვებული, ამას რა პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მეორე არის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც უშუალოდ უსაფრთხოებას ეხება ქალაქის, მოსახლეობის, მაცხოვრებლების, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ადამიანების და ასე შემდეგ
როცა ეხა ბევრი შემთხვევა იყო ჩვენ ქალაქში, როცა მსგავსი შეიძლება არ იყო გამოწვეული, მიტოვებული და დაუსრულებელი მშენებლობების გამო, მაგრამ მშენებლობებიდან გამომდინარე იყო, რომ რაღაცა ჩამოვარდა, ან რაღაცას დაეცა, მანქანას დაეცა, ადამიანს დაეცა. ანუ აქ უკვე სოციალური პასუხისმგებლობა შემოდის, რასაც ჩემი მოსაზრებით უნდა უყურებდეს და რაც უკვე მუნიციპალიტეტის მხარეს არის. ადამიანების სიცოცხლეზე და უსაფრთხო გარემოზე არის ქვეყანა და შესაბამისი მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელი რომ უზრუნველყოს მიყენებულ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელი არის წოდის კომპანია რომელიც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს და შესაბამისად თუ მე ფიზიკურ პირს ან ერთობლიობას და უშუალოდ ამხანაგობას გვადგება ზიანი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის ჩვენი ვალდებულებაა რომ მივმართოთ სარჩელით მივმართოთ განცხადებით და დავადასტუროთ რომ მათი მოქმედებით ან უმოქმედობით ჩვენ გვადგება ზიანი მიღმა პრობლემური მშენებლობებისა იურისტების თქმით საქართველოში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტი ჯერ კიდევ სუსტად მუშაობს. მათი შეფასებით აუცილებელია ამხანაგობების გაძლიერება და რეგულარული შენატანების კულტურის დამკვიდრება, რათა საჭიროების შემთხვევაში შენობის მოვლისა თუ უსაფრთხოების სამუშაოები საერთო ფონდიდან დაფინანსდეს. ნელ-ნელა ეს კულტურა, ესე ვთქვათ, მაღლდება მოსახლეობაში ყოველთვიური შენატანებით თუ იმ თანხები, რომელიც გროვდება ამხანაგობის ანგარიშზე, აქ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი, მათ ჰქონდეთ იურიდიულ სერვისებთან წვდომა, თუ აუდიტორულ, თუ ასე შემდეგ რა აუცილებლობებიც იქნება, რათა დროულად მოხდეს რეაგირება შესაძლო დარღვევებზე. საცხოვრებელი კომპლექსების მოვლა პატრონობის რეგულირებულ ფასიან მომსახურებად ქცევის ინიციატივაზე საუბრობენ დეველოპერულ კომპანია არსიში. კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ პროექტების დასრულებისა და ჩაბარების შემდეგ კომპლექსებში მოვლა პატრონობის სისტემის არარსებობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ხშირად ან არ ფუნქციონირებს, ან საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რეგულაცია რაც მივიღეთ, ეს არის სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც მრავალბინიან, ასე ვთქვათ, კორპუსებში შემოვიდა, ხო? იქ სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ სავალდებულოა. ყველა დეველოპერისთვის ეს სავალდებულოა, მაგრამ დღეს თუნდაც რამოდენიმე წლის წინ დასრულებულ კორპუსში, რომ მოხდეს ხანძარი და ამ სისტემა ვერ იმუშაოს, აი კითხვასვა ვისი ბრალი შეიძლება ეს იყოს, როდესაც დეველოპერმა კეთილსინდისიერად გააკეთა ექსპლუატაციაში ჩააბარა და ეს სისტემა იყო გამართული. რა თქმა უნდა, ეს არის ბინათ მესაკუთრეთა პასუხისმგებლობა. თუმცა იმდენად რთული არის ბიუროკრატიულად იქ, რომ თუნდაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოსახლეობამ ამაზე გარკვეული თანხა შეაგროვოს და მოუაროს ამ საერთო საკუთრებას, რომ თითქმის ყველგან ღიათ არის ეს საკითხი დარჩენილი. საჭიროა ამ ნაწილში გარკვეული რეფორმა, რეგულაცია, რომ მკაცრად იყოს ეს ვალდებულება განსაზღვრული. შეჯამებისთვის უსაფრთხო მშენებლობა მხოლოდ პროექტის დასრულებას არ ნიშნავს. ის მუდმივ კონტროლს, მკაფიო პასუხისმგებლობებსა და ყველა მხარის დროულ მოქმედებას მოითხოვს.